მოკლედ, ჩემოკარგებო, ჩვენი ილია ისევ ცეცხლს უკიდებს ინტერნეტს. ხო იცით როგორი ტიპია? ქედმაღლობასა და თავდაჯერებულობას შორის ისე დადის, როგორც ბეწვის ხიდზე. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას იტყვის ან გააკეთებს, ეგრევე იწყება ერთი ამბავი. აი, ნახავთ, ამ პარტავნება დაცემამდე მიიყვანსო. ეს ფრაზა ხო ყველას გვიყვარს. ამ პარტავნება დაცემის წინამორბედიაო. მაგრამ მოდი თვალებში ჩავხედოთ სიმართლეს. აქამდე ილიას სადმე დაცემა შეატყვეთ? პირიქით, რაც უფრო მეც ლაპარაკობს, მით უფრო მაგრად ურტყამს. სანამ თავარზე გადავალთ, მინდა გთხოვოთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, გააჰაიპეთ ეს ვიდეო. მე აქ სპეციალისტი კი არ ვარ, მეც თქვენნაირი ფანი ვარ. უბრალოდ გულით ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. თუ ტელეფონით მიყურებთ, დააჭირეთ იმ ჰაიპის ღილაკს თუ ჩანს, თუ არა და უბრალოდ ლაიქი და კომენტარიც დიდი საქმეა. აბა, წავედით, დრო არ დავკარგოთ. ახლა ნახეთ რა ხდება. ილიამ კიდევ ერთხელ დაასწრო მოვლენებს. ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბამდე ისევ იქცევა, როგორც ვოლკანოვსკისთან ან მაქს ჰოლოვეისთან ქნა. ინსტაგრამზე პროფილი დაედითა, მოგება წინასწარ ჩაიწერა. 18-0-ზე მიიწერა თავის თავს. ზოგმა თქვა, 14 მილიონი გამომტერი და ნახევარი ბოტებიაო, მაგრამ ეგ სხვა თემაა. თავარი ისაა, რომ ტიპი რეალურად 17-0-ზეა და უკვე 18-ს იწერს. ჩარლზ ოლივეირასთან საერთოდ ვახშამი მოაწყო ჩხუბის წინადღეს, გამარჯვებას აღნიშნავდა. აი, ეს არის თუ არა ამ პარტავნება. კონორ მაგრეგორი რომ იტყოდა, ატურე, აპტურე, ანუ ატანეთ, აიტანეთო. აი, ზუსტად ეგრეა ილიას საქმეც. ყველას უგებს ძმაო და ეგ დაცემა ჯერ არ ჩანს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენში ქართველებში ეს გადამეტებული თვითრწმენა სისხლში გვაქვს. როცა ვიცით, რომ მაგრები ვართ, ბოლომდე ვაწვევით. მაგრამ მოდით დავფიქრდეთ, როდის ხდება ამ პარტავნება დამღუპველი? ალბათ მაშინ, როცა ადამიანს თვალები ეხვევა, როცა გონია, რომ ვარჯიში აღარ ჭირდება, რომ ისედაც ყველაზე მაგარია. ილიას კი, რასაც უყურებთ, ტიპი შეპყრობილია განვითარებით. ის კი არ ამბობს უბრალოდ მაგარი ვარო, ის სწავლობს ყველა მეტოქეს, ყველა მოძრაობას. მას ყავს ხალხი, ვინც ჩხუბებს მიკროსკოპით შლის. ეს არ არის უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს არის პერფორმენსზე ორიენტირებული ადამიანის სტრატეგია. აქ ჩდება რიტორიკული კითხვა. რა განსხვავებაა თავდაჯერებულობასა და ამ პარტავნებას შორის? იქნებ ეს ერთი და იგივეა, ოღონდ სხვადასხვა შეფუთვით. მე ძალიან დამაინტერესა, რას ფიქრობს ამაზე ხელოვნური ინტელექტი. აი, ვკითხოთ ჯემინაის. ოღონდ არ გეგონოთ, რომ რეკლამას უკეთებ, უბრალოდ მაინტერესებს რობოტის ტვინი როგორ აღიქვავს ჩვენს ილიას. ჯემინაი ძმურად ამიხსენი, რა განსხვავებაა ამ პარტავნებასა და თავდაჯერებულობას შორის? ვკითხე და აი რა მიპასუხა. თავდაჯერებულობა ეფუძნება რეალურ უნარებს და მტკიცებულებებს. ეს არის შინაგანი ცოდნა იმისა, რომ შენ ეს შეგიძლია. ის ჩუმია და მყარი. ამ პარტავნება კი უპირატესობის ილუზიაა. მას ჭირდება სხვებთან შედარება და სხვების დამცირება, რომ იარსებოს. ახლა დავფიქრდეთ, ილია რომელში ჯდება? ერთი მხრივ სულ ლაპარადობს, სულ ადარებს თავის თავს სხვებს, მაგრამ მეორე მხრივ მისი თავდაჯერებულობა ხომ ფაქტებზე დგას. 17 მოგება და 0 წაგება ეს ფაქტია და არა ილუზია. 70 კილოგრამი ცოცხალი ძალა და ტექნიკა, რომელიც საათივით მუშაობს. კიდევ ერთი მომენტი. თავდაგერებული ადამიანი აღიარებს შეცდომებს. ილია კი ისე მუშაობს, რომ შეცდომა მინიმუმამდე დაიყვანოს. ის არ ეძებს მიზეზებს გარეთ, ის საკუთარ თავში ეძებს ძალას. თუმცა როცა საქმე იმიჯს ეხება, აქ უკვე ამ პარტავნების ელემენტებიც ურევია. მას უნდა რომ ეშინოდეთ, უნდა რომ იერარქიის მწვერვალზე იყოს. და სიმართლე გითხრათ, ჩვენს რეალობაში MMA-ში, თუ ეგეთი არ ხარ, ალბათ შორს ვერ წახვალ. საქართველოში ხომ ვიცით, ენა მწარეა, მაგრამ გული ალალი. ილიას ენაც მწარე აქვს და მუშტიც მძიმე. ვკითხე კიდევ ჯემინაის. ილია ამპარტავანია თუ თავდაჯერებული? და იცით რა მიპასუხა? ტიპიური რობოტული პასუხი მომცა. ეს დამოკიდებულია იმაზე, მოიგებს თუ წააგებსო. აი აქ კი დავეთანხმე. თუ ილია იგებს, ის გენიოსია და თავდაჯერებული მებრძოლი. თუ წააგებს ღმერთმა არქნას, ეგრევე ყველა დაიწყებს ძახილს. ხომ ვამბობდი ზედმეტი მოუვიდაო. ეს ხომ ჩვენი საფირმო ნიშანია, როცა ადამიანი მწვერვალზეა, მთელი საქართველო მასთანაა. როგორც კი ფეხი დაუცდება, ეგრევე იწყება მორალის კითხვა. მაგრამ ილიას ფეხი არ უცდება. მან მოუგო ვოლკანოვსკის, ჰოლოვეის, ოლივეირას და ახლა ჯეისტინ გეიჯისაც მიხედავს. თქვენ რას ფიქრობთ, ჩემო კარგებო? ამ პარტავნებაა ეს,
თუ უბრალოდ იმის ცოდნა, რომ შენზე ძლიერი ამ პლანეტაზე არავინ არის. დაწერეთ კომენტარებში, მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი. ილიას გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ის უკვე ისტორიას წერს. მოკლედ, ეს იყო პირველი თარო. წინ კიდევ 3 გვაქვს და დამიჯერეთ, რაც უფრო შორს წავალთ, მით უფრო ცხელი ამბები წამოვა. შემდეგ ნაწილში იმაზე ვილაპარაკებთ, თუ როგორ უყურებს დასავლეთი ილიას და რატომ ვერ იტანენ მის ასეთ ქართულ გაბედულებას. მოდი, პირდაპირ თქვათ. ევროპაში და ამერიკაში ცოტა არ იყოს დაიბნენ. იქ მიჩვეულები არიან ან კეთილ ბიჭებს, რომლებიც ჩხუბის წინ მეტოქეს პატივისცემით უღიმიან, ან კიდევ ხელოვნურ სცენარიდან ამოკითხულ ტრეშ თოქს. ილია კი სულ სხვა მოვლენაა. ის არ თამაშობს, ის მართლა ასეთია. ეს ჩვენი ქართული მენტალიტეტია. თუ რამე გვეამაყება, ბოლომდე ვამბობთ. თუ ვინმეზე ძლიერები ვართ, არც იმის დამალვას ვაპირებთ თავდაბლობის გამო. ხომ ხედავთ როგორ რეაგირებენ დასავლები ფანები? ძალიან ბევრს ლაპარაკობსო, თავდაბლობა აკლიაო. ჩემო კარგებო, თავდაბლობა მონასტერიშია კარგი. ოქტაგონზე კი, სადაც 70 კილოგრამიანი ათლეტი ცდილობს თავი მოგაწყვიტოს, თავდაბლობა დაღუპვაა. ილიამ კარგად იცის ერთი რამ. ფსიქოლოგიური ომი ჩხუბამდე გაცილებით ადრე იწყება. აქ ერთი საინტერესო დეტალია, რაც ბევრს გამოეპარა. გახსოვთ ილიამ რომ თქვა, ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი ჩემთვის უბრალოდ მორიგი სამუშაოაო. დასავლეთში ეს უპატივცემულობად ჩაუთვალეს. გეიჯი ხომ BMF ტიტულის მფლობელი იყო, ნამდვილი ყასაბი, რომელიც მეტოქეს სულს აძრობს. მაგრამ ილიასთვის ის უბრალოდ კიდევ ერთი წერტილია რუკაზე, რომელიც უნდა წაშალოს. ახლა მოდი წყალი დავამატოთ ჩვენ საუბარს და ცოტა ვიფილოსოფოსოთ. საერთოდ, რატომ გვაღიზიანებს სხვისი წარმატება ან ზედმეტი თავდაჯერებულობა? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვაკლია ეგ თვისება. ილია სარკესავითაა. ის გვაჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, როცა საკუთარი თავის ბოლომდე სჯერა. რიტორიკული კითხვაა, თქვენ რომ იცოდეთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხართ თქვენს საქმეში, მართლა ჩუმად იქნებოდით? მე ეჭვება. ილიას ფენომენი იმაშია, რომ მან შეძლო და გააერთიანა ესპანური ტემპერამენტი და ქართული შიჯიუტე. ეს არის მომაკვდინებელი კოქტეილი. ის არ ელოდება, როდის აღიარებენ. ის თავად იღებს იმას, რაც ეკუთვნის. ბევრს გონია, რომ ილია მხოლოდ იმიჯზე მუშაობს, მაგრამ მოდით ჩავიხედოთ მის ვარჯიშებში. იცით, რომ ის დღეში რამდენიმე საათს მხოლოდ მეტოქის სუსტი წერტილების ანალიზს უთმობს. ეს არ არის მხოლოდ კუნთების ჩხუბი. ეს ჭადრაკია. 1.70 მეტრის სიმაღლის კაცია, მაგრამ ოქტაგონზე გიგანტივით ჩანს. იმიტომ კი არა, რომ ფიზიკურად ყველაზე დიდია, არამედ იმიტომ, რომ მისი ენერგია ავსებს მთელ დარბაზს. და აი აქ მივდივართ მთავარ საკითხთან. ჯასტინ გეიჯი. ბევრი ამბობს, რომ გეიჯის დარტყმა ყველაფერს შეცვლის, მაგრამ ილიას დაცვა გინახავთ, ისე მოძრაობს, თითქოს ტყვიებს არიდებს თავსო. ეს არ არის გამართლება, ეს არის უზუსტესი გათვლა. სანამ ამ თარახს დავკეტავდეთ, მინდა დაფიქრდეთ, რა მოხდება თუ ილია გეიჯისაც ისევე ადვილად მოუგებს როგორც სხვებს. მაშინ რას იტყვიონ მისი კრიტიკოსები? ალბათ ისევ მოძებდნენ რაღაც მიზეზს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე. ის ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლია. მოგლედ ძმებო და დებო, ილია თოფურია არის მაგალითი იმისა, რომ თუ გინდა მწრევალზე ასვლა, უნდა გქონდეს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ამბიცია. წინ მესამე თარაა, სადაც ყველაზე სკანდალურ თემას შევეხებით: ფულს, დიდებას და იმას, თუ როგორ იცვლება ადამიანი, როცა მილიონერი ხდება. დამიჯერეთ, იქ ისეთ რაღაცებს გეტყვით, რაც ილიას ინსტაგრამზე არ წერია. მოდით ახლა ყველაზე ფაქის თემა შევეხოთ, რაზეც ბევრი ხმამაღლა ლაპარაკს ერიდება. ფული. ხომ იცით ჩვენთან როგორ არის? ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, მაგრამ სპორტში ფული ხშირად სპორტსმენს თიშავს. როცა ჯიბეში მილიონები გიჩხრიალებს, როცა საუკეთესო რესტორნებში დადიხარ და ძვირფასი მანქანებით სეირნობ, ძალიან ძნელია დილის 5 საათზე ადგე და დარბაზში სისხლისა და ოფლის ფასადი ვარჯიშო. რიტორიკული კითხვაა, თქვენ რომ ილიას ადგილას იყოთ, 14 მილიონი გამომწერით და უზარმაზარი ჰონორარებით, ისევ ისეთივე მშიერი იქნებოდით გამარჯვებისთვის? აი, აქ ჩნდება მთავარი კითხვა. ილია თოფურია ისევ ის მატადორია, რომელიც მშიერი თვარებით უყურებდა ოქტაგონს, თუ უკვე ბიზნესმენია, რომელიც უბრალოდ თავის ბრენდს ყიდის. დააკვირდით მის ცხოვრების სტილს, ძვირფასი კოსტიუმები, კერძო თვითმფრინავები, ეს ყველაფერი დასავლური კლიშეა თუ მართლა მისი ცხოვრებაა? მე ვიტყოდი, რომ ეს მისი სტრატეგიის ნაწილია. ილიას უნდა რომ იყოს არა მხოლოდ მებრძოლი, არამედ ხატი, წარმატების სიმბოლო. ზოგი ამბობს, ილია შეიცვალაო. ადრე უფრო ჩვენებური იყო, ახლა კი სულ ესპანურად და ინგლისურად ლაპარაკობსო.
მაგრამ მოდი რეალობას შევხედოთ. 70 კილოგრამიანი კაცი მსოფლიო ბაზარზე გადის. ის ხომ მარტო ჩვენთვის არ ჩხუბობს, ის გლობალური ვარსკვლავია. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, როცა ოქტაგოვია შედის და იმ ქართულ დროშას იხურავს, იქ ყველანაირი ბრენდი და მარკეტინგი ქრება. იქ რჩება მხოლოდ ქართული ჟინი. საინტერესოა ერთი რამ. ბევრმა სპორტსმენმა დიდებას ვერ გაუძლო. კონორ მაკგრეგორი ავიღოთ, ფულმა და ნარკოტიკებმა კარიერა დაუნგრია. ილიას შემთხვევაში კი პირიქით ვხედავთ, რაც უფრო მეტი ფული აქვს, მით უფრო მეც დეგს საკუთარ მომზადებაში. ის ყიდულობს საუკეთესო აღჭურვილობას, ქირაობს საუკეთესო დიეტოლოგებს და ანალიტიკოსებს. ეს არის ჭკვიანი ფული. თუმცა არის ერთი საფრთხე, კომფორტის ზანა. როცა ყველაფერი გაქვს, ადვილია მოდუნდე, მაგრამ ილიას თვალებში ისევ ის ცეცხლი მიზის, რაც პირველ ჩხუბებში ჰქონდა. იქნებ იმიტომ, რომ მას არა მხოლოდ ფული, არამედ აღიარება უნდა. მას უნდა რომ ისტორიაში შევიდეს როგორც pound for pound ნომერი პირველი მებრძოლი და ამისთვის ის მზადაა ყველაფერი დათმოს. და აი მივედით მთავარზე, ჯასტინ გეიჯი და მისი ველური სტილი. ბევრი ფიქრობს რომ გეიჯი ილიას გამოცდის, მაგრამ იცით რას გეტყვით? ილია ისია მომზადებული რომ გეიჯის დარტყმები მისთვის მხოლოდ მათემატიკური განტოლებაა, რომელიც უკვე ამოხსნილი აქვს. წინ მეოთხე დასკვნითი თაროა. იქ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის ილიას გამარჯვება გარდაუვალი და რა ელის მას ამ ჩხუბის შემდეგ. და რაც მთავარია, იმ საიდუმლოს გავამხელო, რომელსაც დასაწყისში დაგპირდით. დამიჯერეთ, ამას არც ერთ პრესკონფერენციაზე არ გეტყვიან. თუ ჯერ კიდევ აქ ხართ, ესე იგი მართლა გაინტერესებთ ეს თემა. დაალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრით, ფულმა შეიცვალა ილია? თუ ის ისევ ის ბიჭია, რომელიც ოცნებისთვის იბრძვის. ველოდები თქვენს აზრებს. აი, მოვედით ფინალურ ნაწილამდე, ჩემო ჯიგარო ხალხო. ახლა კი იმას გეტყვით, რასაც ვიდეოს დასაწყისში დაგპირდით. რატომაა ილია თოფურია რეალურად დაუმარცხებელი და რატომ ვერაფერს დააკლებს მას ვერც ჯასტინ გეიჯი და ვერც სხვა რომელიმე ყასაბი? ბევრი ფიქრობს, რომ საიდუმლო მის ტექნიკაშია, მის 70 კილოგრამიან რკინის მუშტში ან იმ 15%-იან ცხიმის შემცველობაში, რომელსაც დიეტოლოგები ასე მკაცრად აკონტროლებენ. ზოგი ამბობს, რომ ეს სუფთა მათემატიკაა და მისი ანალიტიკოსების დამსახურებაა. მაგრამ მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. MMA-ში ყველა ვარჯიშობს, ყველას ყავს დიეტოლოგი და ყველას უნდა მოგება. მაშ რა გამოარჩევს ილიას? საიდუმლო ერთ რამეშია. ილიას უკვე მოგებული აქვს ეს ჩხუბი საკუთარ თავში. ის კი არ იმედოვნებს, რომ მოიგებს. ის დარწმუნებულია ამაში. ეს ის მომენტია, როცა ადამიანის ნება რეალობას ცვლის. გახსოვთ დასაწყისში რომ თქვით, ინსტაგრამზე წინასწარი წერს მოგებებსო? ეს ბავშვური თავმოწონება კი არ არის, ეს არის პროგრამირება. ის თავის ტვინს აჩვევს იმ აზრს, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. რიტორიკული კითხვაა, როცა შენს წინ დგას კაცი, რომელმაც უკვე იცის, რომ დაგამარცხებს, როგორ უნდა მოუგო მას? შიში იგრძნობა ჰაერში. გეიჯი, მაქსი, ვოლკი ყველა ხედავს ამას მის თვალებში. ილიას დაუმარცხებლობა მის ფსიქოლოგიურ ჯავშანშია, რომელიც არც ერთ დარტყმას არ ატარებს. და აი ის ქართული საიდუმლოც, რაზეც გეუბნებოდით. ილიამ აიღო ჩვენი ერის ისტორიული სიჯიუტე, ის თვისება, რომლითაც საუკუნეების მანძილზე გადავრჩით და ის პროფესიონალიზმად აქცია. ჩვენი ვაჟკაცობა მან ცივ გათვლად და ოქტაგონის სტრატეგიად გადათარგმნა. ის არ ჩხუბობს მხოლოდ სპორტული ინტერესით. ის ჩხუბობს ისე, თითქოს მის ზურგს უკან მთელი ერის ღირსება იდგეს. რა მოხდება გეიჯისთან ჩხუბის შემდეგ? მე გეტყვით. ილია გახდება არა მხოლოდ ჩემპიონი, არამედ სპორტის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი და გავლენიანი მებრძოლი. ის გადაწერებს წესებს, ის აჩვენებს ყველას, რომ პატარა ქვეყნიდან მოსულ ბიჭს შეუძლია მთელი სამკარო თავის ჭყუაზე ატაროს. მოკლედ, ჩემო ერთგულო მაყურებლებო, დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ამპარტავნება და თავდაჯერებულობა ილიას შემთხვევაში ერთი მედლის ორი მხარეა. და სანამ ის ოქტაგონიდან გამარჯვებული გამოდის, ჩვენ უფლება არ გვაქვს მას ამპარტავანი ვუძახოთ. ის უბრალოდ საუკეთესოა და ამას არ მალავს. თუ მოგეძონათ ეს 4 ნაწილიანი გარჩევა, აუცილებლად დაალაიქეთ, დააკომენტარეთ თქვენი პროგნოზი რომელ რაუნდში დაამთავრებს ილია გეიჯს. და რაც მთავარია, გააჰაიპეთ ვიდეო, რომ მთელმა საქართველომ ნახოს.